ვლადიმერ პუტინის რეიტინგმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მინიმალურ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული სოციოლოგიური სამსახურები თავად წერენ. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის რუსული სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 20% არ იწონებს. ეს კი გარკვეულწილად რეკორდია. თუ 2025 წლის დეკემბერში პუტინის ნაბიჯების მიმართ გამოკითხულთა 77%-ზე მეტი სიმპათიებს ავლენ და უკვე დღეს მათი რიცხვი 66% შეადგენს, რაც ომამდელ პერიოდს უტოლდება. მაშინ პუტინის პოლიტიკას 64% იწონებდა. ის რომ დაცემული რეიტინგი სახელმწიფო სოციოლოგიურ კვლევებში საჯაროდ გამოქვეყნდა, ბევრს კითხვებს უჩენს. იმ ავტორიტარული მართვის სტილის გამო, რომელიც ახლა რუსეთშია, თუმცა ფაქტია, რომ კრემლი ამის უფლებას იძლევა. კვლევების თანახმად პუტინის რეიტინგში პირველი შემცირება აპრილში შეინიშნებოდა, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადოებას ინტერნეტი შეუზღუდა და საკომუნიკაციო აპლიკაცია ტელეგრამი დაუბლოგა. უკმაყოფილებამ პიკს კი უკვე ზაფხულში მიაღწია, როდესაც ნავთობით მდიდარ ქვეყანაში საწვავის დეფიციტი გაჩნდა და კრიზისული ვითარება შეიქმნა. ეს მას შემდეგ, რაც უკრაინამ მოსკოვსა და სხვა ქალაქებზე, განსაკუთრებით კი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა დრონებით. შედეგად რუსეთის მოსახლეობას საწვავზე ნადირობა და გრძელ რიგებში ყოფნა უკვე ყოველდღიურად უწევთ და ბრასსაც არ მალავენ. კრემლი ამ ფონზე ცდილობს აჩვენოს, რომ ყველაფერი კონტროლზეა. სრულიად ნათელია, რომ მტერი ცდილობს ზიანი მიაყენოს ეკონომიკას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში დაძაბულობისა და ნერვიულობის ატმოსფეროს შექმნას. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. რუსეთის ენერგოსისტემა და მისი სიმძლავრის მარაგი ძალიან მდგრადია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი. ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის ფონზე გააკეთა, რომლის შესახებაც კაბინეტთან შეხვედრისას განაცხადა. ეს იმ ზომების ნაწილია, რომლითაც რუსეთის საწვავსა და დიზელზე არსებული მწვავე დეფიციტის დარეგულირებას ცდილობს. ჯერ უშედეგოდ. თუმცა მოსკოვში იციან, რომ მოსახლეობას უკრაინასთან უკვე მეხუთე წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულება სულ უფრო მეტად სურს. ამისათვის კი მოლაპარაკებების დასრულება და ომში მყოფი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაა საჭირო, რომლის ჩატარებასაც ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ითხოვს. პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ ისურვებდა მას მოსკოვში შეხვედრო და მე კი ვუთხარი, იცით მის ადგილას რომ წარმოვიდგინო, თავი არ ვიცი, წავიდოდა თუ არა ის მოსკოვში. შესაძლოა ასეა, თქვენ წახვიდოდით მოსკოვში. It's difficult, there are a lot of Ukrainian drones there, that's why. ეს რთული იქნებოდა, რადგან ახლა იქ ბევრი უკრაინული დრონი დაფრინავს. ამიტომ ჩემთვის ეს სახიფათო იქნება. რთულია, მოსკოვში წასვლა მართლაც რთულია. ჟურნალისტის კითხვაზე შეხვდება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ევროპაში, მაგალითად ბუდაპეშტში, პასუხი ბუნდოვანი დარჩა, თუმცა კიევს აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ მზადაა ომის დასრულების მიზნით ნებისმიერ წერტილში შეხვდეს აგრესორის სახელმწიფოს ლიდერს, თუმცა ეს ადგილი მოსკოვი ვერ იქნება.